სოფელში ძალიან ბევრი პრობლემა არის, მაგრამ დღესდღეობით ეს პრობლემები მოგვარებადია და გვარდება კიდევაც. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა არის სკოლა. სამწუხაროდ სკოლის შიდა და გარე კედლები დაზიანებულია და იმდენად არის დაზიანებული, რომ შეიძლება რამდენიმე მიწის დროს ჩამოინგრეს ეს კედლები, რაც მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხეში ეყრდნოს. ასევე სკოლის ჭერი ძალიან დაბზარული არის და შეიძლება რაღაცა უფრო მძიმე ტვირთის გადატანის დროს ან თუნდაც სირბილის დროს ჩამოინგრეს კედელი. ასევე მოაჯირი, კიბეების მოაჯირი არის ძალიან მორყეული და შეიძლება ხელისმოქმედის დროს გადმოვარდეს ბავშვი და გახდეს იმ საშიშროება, რომ გარდაიცვალოს ეს ბავშვი. ასევე პოლის იატაკი. იატაკს იმდენად აქვს ნაპრალები გაჩენილი, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რჩევსა შეიძლება ჩაგივარდეს ქუსლი და წაიქცე. ასევე დიდი პრობლემა არის ჩვენთვის გათბობა. კი გვიდგია ღუმელით შეშაც გვაქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კლასები მთლიანად გაათბოს. ამიტომაც კარგი იქნება თუ გაგვიყენებენ სპეციალურ გამათბობლებს, რომელიც საკმარისი იქნება კლასისთვის, რომ გათბეს. ხშირი არის ხოლმე პრობლემები იმდენად ცივა, რომ ბავშვები ცივდებიან ხოლმე და ვერც მოდიან გაკვეთილებზე. ამიტომ კარგი იქნება თუ ამ პრობლემას მოგვიყენებენ.